მე სპორტულ სამყაროში გავიზარდე. მამა ჩემი პროფესიონალი ბეისბოლისტი იყო. ბრუკლინ დოჯერსში თამაშობდა. სპორტი იყო ჩემი ცხოვრება და ოცნებობდი, რომ რაც შეიძლება ბევრისთვის მიმეღწია კალათბურთში. არც ისე კარგი ვიყავი NBA-ისთვის. ამიტომაც წავედი საბერძნეთში, საიდანაც იყო პაპა ჩემი წარმოშობით. გარკვეული ხნის განმავლობაში ვთამაშობდი იქ. შემდეგ მცირე ტრავმა მივიღე. დიდი არაფერი, მაგრამ უკან აღარ მიმიღეს. მორწმუნე ვიყავი იმ დროს და ვიფიქრე უფალო, შენ ჩამომიყვანე აქ და რატომ არ მომეცი ამ ოცნების ასრულების შესაძლებლობა. იმ დროს ვერ ხვდებოდი, რომ ღმერთი ამით სიკეთეს მიკეთებდა. ლოცულობდი მას შემდეგ, რაც ტრავმირებული გავხდი და გუნდში აღარ მიმიღეს. ვეუბნებოდი ღმერთს, უფალო, NBA-ისთვის საკმარისად კარგი არ ვარ. გთხოვ მიჩვენე რა გაქვს ჩემთვის გამზადებული. იყოს შენი ნება. ვღელავდი, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ რუსეთში წავიდოდი, მეც ციხეში ჩამსვავდნენ. ამიტომაც ვთქვი, ღმერთო, ყველაფერს გავაკეთებ, რაც გსურს. მაგრამ გთხოვ, მინდა სიხარული მოჰქონდეს ჩემთვის ამას, ისევე როგორც კალათბურთს. დანარჩენი უკვე ისტორიაა. NBA-ისთვის წამოვიწყე კაპელანის პროგრამა. ეს ყველაფერი ისე ჟღერს. თითქოს ზღაპარს გიყვებით ახლა. ჩემი საყვარელი გუნდის, ბოსტონ სელტიკის კაპელანი, ლერი ბირდი, ქრისტიანი გახდა და ახლა საკუთარი გუნდი მყავს, რომელთან ერთადაც ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო. ხვდები ღვთისმორწმუნე ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ ქადაგებენ სახარებას, არამედ ცხოვრობენ კიდეც მის თანახმად. ღმერთი ჩემ და სასიკეთოდ მოქმედებდა. ხშირად ვფიქრობთ, რატომ უშვებს ღმერთი ამას, ან იმას? იმიტომ რომ ვუყვარვართ, იმიტომ რომ როცა მის წინაშე მივალთ, საუკეთესო მივიღოთ მისგან და შევასრულოთ ჩვენი მისია. ძალიან ბევრი მდიდარი მოთამაშეა NBA-ში, რომელიც შინაგანად ცარიელია, რადგან ისინი იმედს საკუთარ სიმდიდრეზე ამყარებენ, რაც დროებითია, მაგრამ ღმერთის სიყვარული კი მარადიულია.